მოგესალმებით. ეს არის გადაცემა ხინჩოსთან მერვე ეპიზოდი. დღეს ვიმყოფებით პოდკასტ სერიაში, სივრცე, სადაც შენი გადაცემის და პოდკასტის იდეას ნამდვილ რეალობად აქცევენ პროფესიონალთა გუნდი და მადლობა პოდკასტ სერიას. მსოფლიო განათლების აკადემია, ვია, სადაც შეგიძლიათ შეისწავლოთ სასტუმრო მომსახურება და სარესტორნო მიმართულება სრულიად უფასოდ ეწვიეთ ვიას ვებ გვერდს. ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი პატარ-პატარა ოცნებები. მე როგორც ჟურნალისტს ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა ვუყურებდი ბევრი მისწავლია მისგან ადამიანი, რომელიც არ არსებობს ალბათ ქართველი, რომ არ იცნობდეს მას, პროფესიით ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, უკარგესი ადამიანი, ესე ვიტყოდი, ულამაზესი თვით თამუნა მუსელიც. არ მჯერა ეხლა რასაც ვისმენ. ძალიან მიხარია რომ დღეს ჩემთან ხარ და ძალიან ბედნიერი ვარ. გელოდი დიდი ხანია და შედგა როგორც. მადლობა. მადლობა რომ გამონახე დრო და გვესტუმრე. ჩვენი გადაცემა არის გულწრფელი საუბრის ფორმატის. თქვენ გიყვართ გულწრფელობა. და დარწმუნებული ვარ ეს ეპიზოდიც ძალიან საინტერესო იქნება თქვენი გულწრფელობით, თქვენი ისტორიებით, რომელიც არაერთ გზის მოყევით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ხინჩოსთან კიდე ისეთ დეტალებს, ისეთ ამბებს გაიგებს ჩვენი აუდიტორია, რომ ძალიან საინტერესო იქნება და კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ეპიზოდს ძალიან დიდი ნახვები ექნება. ნახოთ. თამუნა დავიწყოთ და გავაცნოთ ჩემს აუდიტორიას ტრადიციულად. თქვენი თავი, როგორც პერსონა, ვინ არის თამუნა მუსერიძე და როგორ მოვიდა აქამდე. ჯერ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი ხანი მინდოდა მოწვევო და მოგეწვიეთ და მოვიდოდი. რანაირი პრობლემა არ იყო. რა შეეხება თამუნა მუსერიძეს, არის დედა, მეუღლე, ჟურნალისტი და ახლა უკვე ადამიანი, ვინც ეხმარება გაშულებულ ბავშვებს ბიოლოგიური ოჯახების მოძებნაში და იმ მშობლებს შვილების მოძიებაში, რომლებსაც ოდესღაც უთხრას, რომ მათი ბავშვი გარდაიცვალა და მათი შვილები გაყიდეს. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. და ზოგადად ვეძებ. ეს იდეა საიდან გაჩნდა, როგორ დაიწყო? თითოეულ ადამიანში საკუთარ თავს ხედავთ თუ არა და უფრო ემოციურია თუ არა ეს ყველაფერი თქვენთვის. თითოეულ გაშულებულში ვხედავ კი ჩემ თავს, რა თქმა უნდა. და როდესაც ვესაუბრები ხოლმე, ცდილობ რომ ჩემი გადმოსახედიდან დავანახო რაღაცეები და დავამშვიდო და აუხსნა ის რომ ყველაფერი კარგად იქნება. და როგორ დაიწყო იდეა? იდეა ჩემი არ ყოფილა, სრულიად შემთხვევით დაიწყო, როდესაც მე გავიგე რომ ვიყავი აყვანილი, მე Facebook-ზე უბრალოდ გავაკეთე გვერდი და ამ გვერდზე ანონიმურად გაშულებული ბავშვები უზიარებთ ერთმანეთს ისტორიებს. მერე იყო პანდემია და ამ პანდემიის დროს ვიყავი ძალიან უსაქმურად და იყო ერთი ჯგუფი სადაც ეძებდნენ ყველაფერს. ანუ მარტო ხალხს კი არ ეძებდნენ, ეძებდნენ პროტეზებს. ანუ ესეთი საძიებო ჯგუფი იყო. ამ ჯგუფის ადმინისტრატორი დამიკავშირდა და მითხრა რომ მინდაო რომ ეს ჯგუფი როგორღაც დავალაგო და რაღაც იმართულება მივცეო და გეხოცებიო შენო გახდი ჩემი ჯგუფის ადმინი. მეთქი ქალბატონო მე არ მცალია ახლა იმისთვის რომ ვიღაცის ჯგუფს მივხედო, რაღაცა პოსტები ვიწერო, რაღაც ანუ ფიზიკურად არ მაქვს ამის რომ იმიტომ რომ მესამე ბავშვი მყავდა ახალი გაჩენილი. და მთხოვე რომ მაშინ უბრალოდო თუ შეიძლება კვირაში ერთხელო ჩართეო ჩვენ ჯგუფში ლაივიო და შენი ისტორია გაგვიზიარეო და შენი რჩევებიო. ну კარგი თქო. მაგრამ ამ კარგის მოყვა როგორი ჩათრევა, იცი რომ როგორც კი დავიწყე ჩემი ისტორიის გაზიარება, ეს ყველა მძებნელი ადამიანი მიკავშირდებოდა პირადში და მწერდა თავის ისტორიას. მერე ისე მოხდა რომ რადგან პანდემია იყო და არაფერი არ ხდებოდა, ტელევიზიების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ამ ჯგუფმა, რომ აი რა ხდება, როგორი ჯგუფი შეიქმნა და ეს ინტერესი რომ გამოვიწვია ტელევიზიების მხრიდან, ამას მოყვა ჯგუფის ადმინისტრატორის გაღიზიანება. რომ შენთანო რატო წერენ ინტერვიუს და რატო არ წერენ ჩემთანო. და ეს ქალბატონი ცხოვრობდა საზღვარგარეთ და არ უნდა და სახის გამოჩენა და მეთქი ანუ როგორ უნდა აიღო შენგან ინტერვიუ, როდესაც არც ჩდები, არც საქართველოში ცხოვრობ და ანუ მოგეთ გამაგდო ამ ჯგუფი.
და თავი დამანებეო და მე რომ გამაგდო მე ასე ვთქვათ გამომყვა ია ყველაშვილი რომელიც იმ ჯგუფში იყო ადმინისტრატორი და მე და იამ დავილაპარაკეთ გავისაუბრეთ და ია დასეძებს რომელიც იგივე სამშობიაროდან იყო დამქრალი რომელშიც მე დავიბადე და მე და ია შევთანხმდით მოდი ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი ჯგუფი და რაღაც პროტეზები კი არ ვეძებოთ მართლა ადამიანები ვეძებოთ დავიწყოთ რაღაც სხვანაირი მოქმედება გავაკეთოთ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაც ანგარიშის ნომრები ბანკში გავხსნათ ანგარიშები და მე და იამ შევქმნით ჯგუფი ვეძებ აქედან დაიწყო ამ ჯგუფის ისტორია ძალიან კარგი და საზოგადოება ყველა ჩართულია ამ პროცესში, ყველა უყურებს, საკმაოდ დიდი ნახვამია, ინტერესი ძალიან დიდია. და ყველაზე მეტად რაც מחარებს, ქვე კომენტარები რასაც ვხედავ, ადამიანები ეწინააღმდეგებიან იმ დანაშაულს, რაც ყველაზე მეტად მიხარია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში რატომღაც სხვადასხვა აქტივობებზე, სხვადასხვა თემებზე იმდენად ცუდი ნეგატიური კომენტარები იწერება, მაშინებს ეს ყველაფერი. ესე იყო თავიდან ჩვენ. და ეხლა, ანუ თქვენ შემთხვევაში ძალიან დადებითი კომენტარებია, იმ ყველაფრის უარყოფა, გამიჯნა, ანუ და ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. თუმცა როგორც ვიცი, ბევრი ისეთი ადამიანი იყო, რომელიც გემუქრებოდა. კი, რა თქმა უნდა. ძალიან სულსაც. ისიც რა არის, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ჯგუფის დახმარებით და ჩემი, ასე ვთქვათ, ეს საჯაროობით, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ხალხის დამოკიდებულება შევცვალეთ. ეს ძალიან რთულია, ის რომ საზოგადოების აზრი ესე 100 გრადუსით მოატრიალო და სხვა კუთხით დაანახო, რაღაც ძალიან რთულია და არ არის ეს მარტივი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ჯგუფის დახმარებით ჩვენ საზოგადოებას დავანახეთ ის, რომ გაშვილებული ბავშვი არ არის თვითსაჩვენებელი, არ არის სირცხვილი ბავშვი შულა დაყვანა. ამაზე საჯარო საუბარი არ ტეხავს, იმიტომ რომ პირიქით ამაზე დიდი მადლი არაფერია და არ არის სირცხვილი იმის თქვა, რომ მე ვარ აყვანილი და მე ვეძებ ბიოლოგიურ ოჯახს. თუმცა თავიდან ესე იყო, იმიტომ რომ მე რომ 2017 წელს პროფილში გამოვედი და მოუყევი რომ მე ვარ აყვანილი მეთქი, ანუ აი დღემდე ხო არის ახლა ის კომენტარები, ხო YouTube-ზეც ეს გადაცემა წამლეკეს საშინელება იყო, მაგრამ აი დღეს უკვე ხალხმა დაინახა, რომ გაშვილებული ბავშვი მშობელს ეძებს, ეს მისი ბიოლოგიური, ეს მისი ამყვანი მშობლის მიმართ უმადურობა კი არ არის. უბრალოდ მას აინტერესებს საკუთარი ვინაობის გაგება, საკუთარი გვარის ოდნა, დაძმის მოძიება, დაბადების დღის ოდნა და ნელ-ნელა როგორღაც საზოგადოებრივი აზრი და დამოკიდებულება შევცვალეთ. გარდა ამის ამ ხალხმა გაიგო, რომ კაცო ეს ყველა ბავშვი მართლა ვიღაცი ქალის მიგდებული და ნაგავთან დაგდებული, როგორც ადრე იყო ესე კი არ არის, ანუ ეს ბავშვები არიან სამშობიაროდან მოპარულები. ამდენი ოჯახი არის სინამდვილეში გაუბედურებული და ამდენ დედას მოატყუეს. იმიტომ რომ იმდენი გაშვილებული ადამიანია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ამდენი დედა ბავშვს აშვილებდეს. და ეს ყველაფერი მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევცვალეთ, მოვატრიალეთ და ხალხს რეალობა დავანახეთ. კი. და ყველაზე მტკივნეული კომენტარი, რაც ყველაზე მეტ აი გუში ამდენი მილიონობით კომენტარიდან ისეთი, რომელიც დაგამახსოვრდათ და ცოტა ვერ მიიღეთ. აი, იცი რა, ესეთი მე არ მახსოვს, იმიტომ რომ ნუ ახლა მტკივნეული მე ესეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევდი. ვიღაცები წერდნენ, რომ აი შენ დედა მიგაგდო, დედას არ უნდა ხარდების უნდა უნდა და ანუ ეს რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ აი ყველაზე მწარე, ასე ვთქვათ, რაც წავიკითხე, იყო ის, რომ ვიღაც გოგო წერდა, რომ მეო მდგმურად ცხოვრობდიო თამურეს მეზობლადო და რო გავდიოდიო ეზოში, რო გავდიოდ ბავშვებიო, თამუნა რო იჯახო მე ყველას გვეცოდებოდა, იმიტომ რომ აყვანილი ვიყავი და ყველამ ვიცოდითო და აი მან და მოვკვდი მართლა, იმიტომ რომ რა მჭირდა საცოდავი, ანუ აი რატო არის გაშვილებული ბავშვი საცოდავი? აი ეს დამოკიდებულება ხო იყო ადრე, ხო ეხლა მეც და ჩემი რამდენიმე კლასელიც აყვანილი ვიყავით ერთ კლასში და ერთმანეთზე ვიცოდით და ჩვენ თავზე არ ვიცოდით და გვეცოდებოდა რომ ვაიმე საწყალი აყვანილი და რატო, კაცო, პირიქით. საერთოდ არ არის გაშვილებული ბავშვი საწყალი, პირიქით ძალიან კარგ ოჯახში მოხვდით ყველა, გადასარევად გავიზარდეთ, ძალიან დიდ სიყვარულში, ძალიან ისეთ ოჯახებში, შესაძლოა არაფერი არ გვჭირდა და ეს ძალიან მეწყინა რა. აი ანუ იმისგან კი არ მეწყინა, ზოგადად აი დამოკიდებულება, რომ აი გვეცოდებოდა, აი ეს რაღაცნაირად მეტკინა რა. რა საკში გაიგეთ? მე თავიდან მითხრა მეზობელმა.
რომ აყვანილი ვიყავი, მაგრამ არ დავიჯერე, იმიტომ რომ ნუ ხა მე მახსოვს და ჩემი როგორ იყო ორსულად ჩემ ძმაზე და ჩემთვის ხა ეს წარმოუდგენელი იყო რომ როგორ შეიძლება ერთ ბავშვი იშულდა, მე გაგიჩნდეს, თუმცა ხდება, ხო ეს და ამიტომ არ მჯეროდა. თან ნუ მამას ძალიან გავდი, აი ძალიან და მე უკვე დედაჩემის გარდაცვალების მერე 21 წლის ასაკში გავიგე უკვე დადასტურებულად რომ ვიყავი აყვანილი და ჩემ ყველა მეგობარს ოდნია რომ აყვანილი ვიყავი, შემაქმა არ მაიცოდა რომ აყვანილი ვიყავი და ვერ მეუბნებოდნენ. და ეს კიდე ცალკე ის იყო რომ აი ვერ გეუბნებოდით რომ რა რეაქცია გექნებოდა, აი რა რეაქცია უნდა მქონოდა. მოიცი. როგორი რეაქცია ჰქონდათ რეალურად? ნუ ისეთი არა ალბათ როგორცაც ელოდებოდნენ ხა რომ რაღაცა ლეწვანგრევა, არამედ ხია რა ვიცი. უბრალოდ ჩავწექი 2 კვირა. იმნეული. ხო, მე ზოგადად არ ვარ დეპრესიული ადამიანი. გაუგებრობა. მე არ ვარ დეპრესიული ადამიანი, მე არასდროს არ ვარ სუთხასიათზე. აი, მე ვთვლი რომ თუ რაღაცა ცუდი ხდება, იმ ცუდის შეცვლა თუ შემიძლია, ესე იგი კარგია რომ შემიძლია შეცვლა და არ უნდა ვინერვიულო და თუ არ შემიძლია შეცვლა, მაშინ რატომ უნდა ვინერვიულო ისეთ რაღაცაზე, რასაც ვერ შემცვლა. ამიტომაც ზოგადად ყველაფერს ძალიან დადებით უყურებ. თუმცა ამან ცოტა ხანი ჩამაგდო რა, ანუ ვიწექი დედაჩემი ახალი გარდაცვლილი იყო და მესმოდა დედაჩემი როგორ დადიოდა, ფეხის ხმები მესმოდა და ანუ ისე განვიცადე რომ ეს არ გამომიხატავს რა. მე უკვე ავდექი და მე დავიწყე ოჯახის ძიება. ადამიანები, რომლებიც შენი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ, მაგრამ მათგან არ გიგრძნია ერთი წამითაც, რომ მათი ბიოლოგიური შვილი არ იყავი. როცა გაიგე მშობლების შესახებ იპოვე ისინი, კიდე უფრო მეტად გაგეზარდა მათ მიმართ მადლიერება. იცი რა არის, გარდა იმისა რომ მადლიერება გამეზარდა, ერთი პერიოდი ჩამერთო ეს დანაშაულის შეგრძნება რა. იმიტომ რომ ზოგადად ხო ვერც ერთი შვილი ვერ აანაზღაურებს მშობლის ამაკს. აი ალბათ არიან ერთეულები, ვინც გადაუხდიან იმ ამაკს, რაც მშობელმა ჩადო, მაგრამ ნუ ჩემ შემთხვევაში ესე არ იყო და ჯერ პირველ რიგში მქონდა დანაშაულის შეგრძნება, რომ აი რატომ ვერ ვიყავი ისეთი შვილი, როგორი მშობლებიც იყვნენ ისინი ჩემს მიმართ. მერე მადლიერების გზნობა გამეზარდა კი არა, მე იმიტომ ვიყავი ცუდად, აი ეს გარკვეული პერიოდი რომ ვიწექი, რომ მე ვფიქრობდი იმაზე, რომ ეს ადამიანები ჩემთვის არ იყვნენ ბიოლოგიური მშობლები და რამხელა სიყვარული მომცეს, რამხელა სითბოში გამზარდეს და როგორ შეიძლება რომ შენი არაბიოლოგიური შვილი ესე გიყვარდეს. თუმცა მე უკვე როცა ვესაუბრე სხვა მშობლებს, სხვა ამყვამშობლებს, ისინიც თავისთავად ამბობენ, რომ არანაირი განსხვავება არ არის ბიოლოგიურ შვილს შორის და არაბიოლოგიურ შვილს შორის. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ვთქვათ ყავთ აყვანილი ერთ-ერთი გოგო მყავდა სხვათა შორის პოდკასტში და ის იყო მესამე შვილი, რომელიც აიყვანეს. ანუ პირველი 2 ბიოლოგიური შვილი იყო და ის დედამისი მეუბნებოდა, რომ არანაირი განსხვავება კი არა, ეს უფრო მეტად მიყვარსო რა. ანუ მე უკვე მივხვდი, რომ დამოკიდებულება აყვანილი შვილის მიმართ არაფრით არ განსხვავდება ბიოლოგიური შვილის დამოკიდებულებასთან და შესაბამისად ძალიან მткиოდა ის რომ გავიგე რომ მათი შვილი არ ვიყავი. ანუ ყველაზე მეტად რაც განვიცადე იყო ის რომ მე არ ვიყავი მათი ბიოლოგიური შვილი და არა ის რომ აყვანილი ვიყავი. უბრალოდ აი ის რომ აი როგორ ამ ხალხის გაჩენილი როგორ არ ვარ. თამუნა და გაიგე იპოვე მშობლები. ადამიანები და იმ მომენტში საერთოდ შეიცვალა, მე ვფიქრობ, შენთვის ცხოვრებაც. იმიტომ რომ იმას რასაც ეძებდი რაღაცა შინაგან განცდა ქონდა, კითხვები ქონდა, მოლოდინები. არა არის ეს არა, მე ვერ მივიღე კითხვებზე პასუხები და ეს იყო ყველაზე რთული. როდესაც ვიპოვე, ნუ თავარი მიზანი ბიოლოგიური დედის პოვნის იყო ის, რომ მე მქონდა ძალიან ბევრი კითხვა საკუთარ თავთან, რომელზეც პასუხი ვერ მივიღე. იმიტომ რომ მას არ ქონდა კითხვებზე პასუხის გაცემის სურვილი. შესაბამისად ის რო თქვა რომ აი რაღაცა ბევრი რაღაც შეიცვალა. კი, ნუ აი სულიერად დავმშვიდდი, გავიგე გვარი ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან გავიგე ვიმყავს ძმა და ჩემ დაწმასთანაც და მამასთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, უშინი იყო ჩემთან ჩემი და რაჭულ საჭმოს ვაჭმევდი და გასინჯე რაჭული კერძებით ხვევნებოდი, მარტო მეგრულს რომ ჩააცივდი თქო და კი ამ მხრივ შეიცვალა, მაგრამ თავარი რაც იყო ჩემთვის, რომ ჩემი სულიერი სიმშვიდისთვის ის არ მაქვს მიღებული. და ორმაგით კივილი იყო? მზად ვიყავი.
ზად ვიყავი მე, იმიტომ რომ მე იმდენი ხანი ვეძებდი, რომ ამ მთელი 8 წლის განმავლობაში მე გადალაგებული მქონდა ყველა სვლა და ვიცოდი ამ კითხვას რა პასუხი, ვიცოდი არა, ჩემ თავში ვიცოდი, რომ აი ამ კითხვას რო დავსვამ ეს ამას მიპასუხებს, ან ამას მიპასუხებს, ან ამას და მე ყველანაირად მზად ვიყავი უკვე მისი რეაქციისთვის. თუმცა ნუ ესეთ მძაფრს, რა თქმა უნდა, არ ველოდებოდი და ესეთ უარყოფით, მაგრამ ის რომ რაღაცა ელდამეცა და რაღაცა მოლოდნელი იყო არ ყოფილა ეს ჩემთვის. ყველა ვნახეთ მამასთან შეხვედრა. ყველა ვტიროდით. თელი ერი ტიროდა, განიცდიდა, უხაროდა, იმიტომ რომ ეს მომენტი რაღაცა იყო ძალიან ემოციური. რამდენჯერ უყურე, ოღონდ არც მახსოვს, იმიტომ რომ კიდევ მიჩნდებოდა სურვილი ამ ემოციებით, ანუ ძალიან სევდიანი იყო, მაგრამ აი რაღაცა უფრო გაძლიერებდა ადამიანს, რომ ბედნიერი ადამიანების ნახვა. ჯერ დავიწყებ იქიდან რომ ეს ვიდეო ჩემადამ რო ნახა, ჩემადამ ხო არ იცოდა მაგის და რო ვიყავი. და უსებ უყურებს რომ მამამისი ხდება მეჭიშკარში და იგებს ვიდეო და რომ არ მისი და ჩემი და იყო აღკრებული მართლა გონზე ვერ მოყავდათ. რა შეიძლება ვიდეოს ჰქონდა 5 მილიონამდე ნახვა. ანუ მართლა წარმოუდგენელი და Warner Brothers-ის ფილმში არის კიდევაც კადრი, რომ მეორე დღეს რაღაც თამაში იყო და ბიჭეზი სტადიონზე ფეხბურთია და ეს ვიდეო ჭირავს. მე ვხვდები მამას. მართლა ხო ძალიან ისეთ დაინტერესება გამოიცა. სწორედ აი ამ დაინტერესების და ამ ჩართულობის გამო მოხდა მე ის რაც მოხდა. ის რომ მე არ მქონდა უფლება, რომ ბიოლოგიურ დედაზე არ მესაუბრა, იმიტომ რომ მე ხალხი ისე მეხმარებოდა და ეს ხალხი ისე მედგა მთელი 8 წლის განმავლობაში გვერდით, რომ ვინმეზე თუ გაიგებდნენ, რომ ვიღაცა ქალმა 84 წელს იმშობი არა, ყველას მონაცემს მიგზავე ხაცები მეც, აი ჩემ მეზობელს გაუჩენია ბავშვი, ეს ხო არა დედა შენ, აი მუდმივად და ვამოწმებდით მე ამ ხალხს და ზოგს წერდი ზოგს სახში, თავიდან ძალიან ცუდად ვიქცეოდი სახში მივდიოდი და მოგალი ნაღავერთი ორი ქალი ერთ კაცზე გავიგერო შვილი ყოლი 84 წელს და სახში მივდიოდი და სანდრომ გამაჩერა რომ მართლა მოკლავენო ეხა ადრე თუ გვიარენ. ანუ თავიდან ეს ძალიან ეს ემოციური ფონი მქონდა. მე გავიგე და მივხვდი რომ არ შეიძლება ესე მოქცევა და მე ცოტა ისე მოვლითი შეტევები მქონდა და აი ამის გამო რომ ხალხის გვერდში დგომას გძნობდი მთელი ამ წლების განმავლობაში მე უკვე მიუხედავად იმის რომ არ ქონდა მეორე მხარეს ასე ვთქვათ საჯაროობის სურვილი მე მისი იდენტიფიცირება არასდროს არ მომიხდენია არასდროს არ მithქვავს მისი სახელი არაფერი მაგრამ ის დეტალები რაც აინტერესებდათ მე უნდა მომეყოლა და სამწუხაროდ აი ამ დეტალების გაჟღერების გამო მოხდა ზუსტად მისი მხრიდან ის რეაქცია რაც ქონდა ბოლო საუბარი, ნუ რაც ასე ვთქვათ, შემდგომ უკვე მოხდა კომუნიკაცია შენი საზოგადოებასთან, მის შემდეგ თუ ყოფილა მცდელობა მისგან თუნდაც არანაირი საერთოდ. პირიქით მის ნათესავებს უთხრა თურმე რომ მეო შენო იმიტომ გბლოკავო რომ შენ თამუნას მხარეს ხარ. აი ეს იყო მართლა როგორი თავსატაცები, იცი რომ როგორ შეიძლება რომ დედა გასაგებია რომ გაშურებული ბავშვობა ვერ აღიქვა საკუთარ შვილად. მე მესმის მართლა, იმიტომ რომ იქვე დამთავრდა, გადაშალა ფურცელი და რომ მორჩა, მაგრამ ვიღაცას რო ეუბნები რომ იცი რა მე სხვა მხარე ვარ და ის მხარეა და ჩემი შვილი სხვა მხარეა და შენ იმ მხარეს დგახარ. აი რა ვიცი. ნათესავებსაც არ აქვს დედის მხრიდან ურთიერთობის რამდენიმეს არა, ანუ ბიძებთან არ მაქვს ურთიერთობა, როდესაც მათ ჩემ შესახებ გაიგეს, სანამ ამ ადამიანთან დამეწევებოდა ურთიერთობა, მაშინვე რაღაცნაირად გამოხატეს დამოკიდებულება ჩემს მიმართ და არ სურთ ჩემთან კონტაქტი, არ უნდათ. რატო არ უნდათ ვერ ხვდები სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ ხო იციან რომ მე ვარსებობ. ანუ ხო ეს ფაქტი ხო აღარ იცვლება და ჩემთან ურთიერთობით რა შეიცვლება მათთვის ვერ ხვდები. ანუ არ მინდა გამოვიდეს ის რაღაცას ვიხვეწები რომ აი რაღაც მე კონტაქტეთ, ანუ არ მინდა ესე რომ იყოს, მაგრამ დედის ძმები არიან, ხო მაინც ახლა ახლონაცავები არიან, რატო არ უნდა მქონდეს მათთან ურთიერთობა? აი რატო არ უნდა ვიცოდე ვინ არის? სახეს რატო არ უნდა ვიცოდე? რატო არ უნდა ვიცოდე თქო აი გარეგნობითვის გავარ, რატომ არ უნდა ვიცოდე მათი რაღაცა წარსული, ახალგაზრდობა, მათი ცხოვრება. ცოტა უცნაური დამოკიდებულება არა, თუ არ უნდათ, ნუ უნდათ, აი არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ უბრალოდ გასაკვირია ჩემთვის.
ხო, რამოდენიმე წუთის წინ ახსენე დედმამიშვილი, ხო, ჩემი დაძმა. გუში მოუწყე. გაჭული ფარტი გამართეთ გუშინ და დედმამიშვილები. ადამიანები, რომლებიც რამოდენიმე წელია, რაც ერთი წელი, რაც გაიცანი, როგორი ურთიერთობა გაქვთ. გრძნობ თუ არა იმ წლებს, რომლებიც ასე ვთქვათ, ცოტა უცხოობა იქ არის. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი არ არის ჩემი ბიოლოგიური ძმა და არის ჩემი მშობლების ბიოლოგიური შვილი, მაინც რადგან ერთად გავიზარდეთ, ანუ ხა ძმა არის ხო თავისთავად გიორგის უფრო უგრძნობ, იმიტომ რომ მაინც რაც არ უნდა იყოს 40 წლიანი განშორება არ არის ესეთი მარტივი და არ არის რომ აი ოპა დავინახე და მორჩა ესე არ არის. ჩვენ ეხლა ვიწყებთ ერთმანეთის გაცნობას, ეხლა ვიწყებთ ერთმანეთის გემოვნების გაგებას, ეხლა ვიწყებთ იმის გაგებას, იმას რა უყვარს, მე რა მიყვარს, იმას რა მოწონს, მე რა მოწონს. ჩემი ძმა, ახალი ძმა, ჯაბა, მოგიგითხა აქედან. უფრო ისეთი გახსნილი ტიპია და ზუსტად შემნაირია. აი, ზუსტად შემნაირია. ნაცები მეღადავებენ კიდევ რომ როგორ ვერ მიხვდი ჯაბას და რო იყავი, იმდენად ისეთი ტიპები ვართ. რუსო ცოტა უფრო ის თავშეკავებული, ესეთი ექიმი, ისეთი გოგოა და ანუ ის იმდენად ისეთი გახსნილი ტიპი არ არის როგორ ჯაბა, ანუ როგორც კი ვნახე პირველივე წამს მორჩა, ანუ იმ წამს ვედამთავრდა ეს 40 წლიანი გაშორება და ეგრევე მისი დავიღავი. რაც შეეხება რუსოს მოვეკეცი ცუდად, იმიტომ რომ როდესაც გავიგეთ რომ გურგენი იყო მამა, რუსოსთან მივედით სახლში გენეტიკური ანალიზის გასაკეთებლად. რუსოს უნდოდა ისედაც უბრალოდ ინტერესის გამო ანალიზის გაკეთება, ანუ გენეტიკური ტესტის გაკეთება და რომ მივედით ჩვენი ბიძაშვილი წამოყვა ჩემი და რუსოს ბიძაშვილი და მითხრა რომ მოდი არ უთხრათ რუსოს რისთვის საკეთება ამ გენეტიკური ანალიზს, მას ხო აქვს ინტერესიო და ვითამო ჯიგარი გოგო ხარ, ისედაც ჯიგარი გოგო ვარ, მაგრამ ვითამო ისე ჯიგარი გოგო ხარ, უფასოდ უკეთებ ამ ანალიზს და რომ მივედით არ ვთხარით რომ დაიყო. ის ვუყურებდი ხე აი მე ხელი ესე სუსტად ჩემნაირი მანერები აქვს ჩემდას ხელი სუსტად აბსოლუტურად მის გადი სუსტად და ესე ვუყურებდი გაუგნებული ამ ჩემდას და ეს ვერ მიხვდა ეხა რა ჭირს ამ გოგოს რას მასტერდებაო და რო წამოვედით რუსოსგან რამდენიმე დღეში დავდეთ ეს ვიდეო მამასთან შეხვედრის და ხა როგორია რომ სახში არის ჩემთან თამუნა და უცებ ვიგებ რომ ჩემი და თან ვიგებ სოციალური ქსელიდან და დაუპოდიში კიდე ერთხელ მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო იცის ვისი ბრალის იყო. ანუ რატომ რაღაც ეგონათ რომ რუსოს იქნებოდა როგორი რეაქცია? იცი რომ ვაიმე და გაგიჟდება და დაგხოცავს ყველას. ანუ რატო ვერ ან რუსო არის აი როგორი მშვიდი ადამიანი იცი რომ ვერ წარმოიდგენ. რატო ეგონათ რომ ესე გადაიგლიჯავდა თავფერს არ ვიცი. ამ რთულ პროცესში და ამ ძიმე დღეებში, სასიხარულო დღეებშიც ყოველთვის შენგვერდით არის ადამიანი, რომელიც ნაკლებად ჩანს, მაგრამ ყველამ ვიცით ყველა ვხედავ, ყველა ნაკლებად. არ ჩანს ნაკლებად. ყველგან ჩანს. ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი იმედია შენთვის. თავისთავად. მაგიტომაც არის ჩემი ქმარი. და აი უფრო მეტად ვითხარი მას თქვენი ურთიერთობა ის ზუსტად ამ პროცესში, ამ მომენტში, მისი გვერდში დგომა, გამხნევება. იცი რა არის სანდრო ბევრად უფრო ემოციური ტიპია ვიდრე მე. სანდრო ბევრად უფრო მეტად განიცდიდა, ბევრად უფრო მეტად ნერვიულობდა, მე ვამშვიდებდი სანდროს, აი სანდრო რა გიჭირს? აი ძალიან, ჩართულობაზე აღარ ზოგადად, როდესაც თავიდან ეს გვერდი გავაკეთე, სანამ ეს ჯგუფი შეიქმნებოდა, მე და სანდრომ გავაკეთეთ და სანამ ვეძებ იქნებოდა, მე და სანდრო დავდიოდით და ვეხმარებოდით ადამიანებს ოჯახის მოძიებაში. და ერთი ვიდეო მაქვს რომ ზის მანქანაში და წირის დები რო ხვდებიან ერთმანეთს და მეთქვა თამუნო გეხვეწებენ მე აღარ მატარო არ შემიძლია მტენტილელი იმის მე შეხვედრაზე აღარ წამოსულა იმიტომ რომ იმდენად განიცდიდა რა ანუ რო აი ეცოდებოდა მე არ ეძინა ღამე მე რეკავდა ერთი ბიჭის იმასაც სანდრო ქვია სანდროს დედა რომ მოუძებნეთ ამან დაურეკაც მაო მე მესმის შენი მე ამას ამდენი წელია გავდივარ მე ვუყურებ ჩემი ცოლი რასაც განიცანო ძალიან ჩართული იყო მაგრამ ემოციურად მას ისე იმოქმედა და ისე დაიძრგუნა რომ
ჩაიხსნა მას, რომ მე თავი დამანებდო. და რაც შეხება ჩემ ამბავს, ჩემზე უფრო მეტად განიცდიდა. თასანდრომ რო გაიგო, რომ მარინა არისო დედა ჩემი, კინაღავ მოკვდა ისინი, რომ ჯერ ერთი, იმიტომ რომ ძალიან უყვარდათ მე დედაჩემი აფრენდა სანდროს. ძალიან კაი ურთიერთობა ჰქონდა და თასანდრომ გაიგო დედაჩემი სპანაშვიძე. ჩემო დაქალმა უთხრა, რომ მარინა არ არის დედა მისიო და რას მიკეთებთო ახლა, როგორ უნდა უთხრა. და როდესაც უკვე იუსტიციაში მივედი და დასწრებულად გავიგე, რომ აყვანილი ვიყავი, აი ესე იწურებოდა უფლი და თვალებს ვერ მიყურებდა, იმდენად ცესურად იყო. მამასთან ნახვაზეც ის უფრო აი ცქმკავდი მე ძალიან ეს გაშეშებული, გაყინული, ნერვით წავედი და ის ძალიან ესე ემოციურად იყო და წოდების სანდროს ბევრად უფრო კარგი ურთიერთობა აქვს მამაჩემთან ვიდრე მე, იმიტომ რომ აი იპოვეს ერთმანეთი. იპოვეს ერთმანეთი და რაღაცთან აი ხო ამბობენ ხოლმე რომ აი გოგოები არჩევენ მამის ნაირ მეუღლეს ეძებენ. მე არ ვიცოდი მამა როგორი იყო. როდესაც მე სანდრო გავიცანი, მე საერთოდ არ ვიცოდი რომ აყვანილი ვიყავი და სანდრო ჩემი ამყვანი მამისგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნებაა და როდესაც უკვე ბიოლოგიური მამა ვნახეთ, მივხვდი რას ნიშნავს ქვეცნობიერი და რას ნიშნავს ის რომ აი გოგო ქვეცნობიერად ეძებს მამის მსგავს ადამიანს. ნუ იმედია იმაში არ დაიმსგავსება არაში. და სანდრო რომ არ ყოფილიყო ისეთი როგორიც არის ჩვენ ალბათ და დავშორდებოდით აუცილებლად იმიტომ რომ ძალიან ბევრი გოგო ყავს აყვანილი რომელიც გმას სუმალავს რა აყვანილია იმიტომ რომ ეშინია ქმნის რეაქციის რომ აი მე არ წამომაძახოს არ გამშორდეს არ მითხრას თუ რაღაცები ვიქნებ ვერ გაიგოს სწორად და სანდრომ ძალიან ეს ნორმალურად შეხვდა ამ ყველაფერს და არც იყო მისთვის რაღაცა ის რომ აყვანილი ხარ არ მოქმედებდა ნუ დღეს უკვე აღარ მოქმედებს მეუღლებს მაგრამ არის გარკვეული რაოდენობა მამაკაცების რომლებიც არ იციან რომ მათი ცოლები არიან აყვანილები და მათი ცოლები მისგან დამოუკიდებლად ჩუმად ეძებენ ბიოლოგიურ ოჯახებს. თუ ყოფილა შემთხვევა, როცა უთხოვიათ რომ რაღაც გარკვეული ეჭვები აქვთ ადამიანზე, ოღონდ ანალიზი ისე გაკეთდეს რომ არ გახმაურდეს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ჯერ ერთი გამალვა. კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრჯერ ჯერ ერთი გენეტიკური ტესტები ისე კეთდება, რომ ეს არის აბსოლუტურად ანონიმური და შენ შეგიძლია არ ჩაწერო იქ შენი სახელი და გვარ დაწერო უბრალოდ რაღაცა, ინიციალები და ვერავინ ვერ გაიგებს შენ რომ ვიღაც ნაცავი ხარ. თან გარდა ამისა შენ შეგიძლია ჩახურო შენი მონაცემების, რომ მარტო შენ დაინახო ის შენი სარათისაო და იმათმა ვერ დაგინახონ. მაგრამ გვაქვს რა, აი როგორი შემთხვევები ვიცი, ძალიან ისეთ უცნაური, რომ აი რეკავს ბებია. მე მინდა რომ გავტესტო ჩემი შვილიშვილი ჩუმად. მგონია რომ ჩემმა რძალმა ჩემშოს უღალატა. ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ არასრულწლოვანზე არ შეიძლება მშობლის ნებართვის გარეშე ამ ანალიზს გაკეთება, მე ანუ ვინ გეკითხება, კაცო, შენ შულს თუ არა პრობლემა, შენ შულს არ ეპარება ეჭვი, შენ შულს უყვარს თავისი ცოლი, შენ შულს უყვარს თავისი შვილი და არანაირი მიზეზი არ აქვს იმისი, რომ იფიქროს რომ მოვუყოთ და შენ რატომ წყვეტავ ხა შენი შვილი. კაი, ვთქვათ ამოვიდა რომ არ არის. შენი შვილი რა შვები? უნგრევ ოჯახ, აი ალბათ თავად გადაწყვეტენ დედაც და მამაც ორი და ქმარი შულს გავუკეთებთ თუ არ ბევრი გვაქვს იცი რამდენი გვაქვს ესეთ შემთხვევა რომ ბებიებს უნდათ არ მოწონთ რძალი და არ ჯერათ ან მულებს არ მოწონთ რძლები და უნდათ რომ აი გაუკეთონ თავის მიშვილებს ანალიზი რომ აი არ აღმოჩნდება და დავაშორებონ ეს ხო რა თქმა უნდა სისხლის სამართლის დანაშაულია ხო აი თავისთავად ხა ესე არ ხდება ამიტომაც მე კონფლიქტი გვაქვს ხომ რომ ვუხსენო ხალბატონო თქვენ მეკითხებათ მე მეჭყობებიან და როგორ ხდება ზოგადად უფრო მეტად რო გითხრათ შეიძლება ჩემს აუდიტორიაში არის ადამიანები რომლებსაც სურთ გაიკეთონ ეს გენეტიკური ტესტი ღირს $100 ამ გენეტიკურ ტესტს ვიწერთ ამერიკიდან თუმცა ხშირად არის ხოლმე ფასტაკლებები და ღირს $200 $190 ნუ გააჩნიათ დღესასწაულებზე ეს არის პატარა ესეთი კოლბა რომელსაც მოყვება კოდი. ეს არის უნიკალური კოდი, რომელიც თითო კოლბას თავისი კოდი აქვს. ამ კოლბას ავსებ ნერწყვით და გზავნი უკან ამერიკის ლაბორატორიაში. ამ კოდს არეგისტრირებს საიტს. და მსოფლიო მასშტაბით ვინმეს ნებისმიერი სახის ანთესავს თუ აქვს გაკეთებული ეს გენეტიკური ტესტი, შენ პოვლობ შენ ანთესავს. იგებ შენ წარმომავლობას. მე როდესაც თავიდან გავიკეთე ეს გენეტიკური ტესტი მე ვიპოვე ქალბატონი და გადაფიჩნებული აი მეხმერ თორა კარგი და ასე ვიპოვე ბიძაშვილი, მაგრამ ეს ქალი აღმოჩნდა თავად აყვანილი, რომელმაც იმიტომ გაიგეთა რომ ეძებდა ბიოლოგიურ ოჯახს, ოღონდ ამ ქალს ჰქონდა ძალიან მძიმე ისტორია. ანუ ეს ქალი ცხოვრობდა აფხაზეთში და 3 წლის ვიყავი, როდესაც ბაღის ეზოში ვთამაშობდიო და მომიტაცესო.
და წაიყვანეს რუსეთში, იქ გაიზარდა და იმის მერე მე გაიგო თავის ისტორია რომ მოიტაცა ვიღაც კაცმა, რაღაც ფინანსური ამბავი იყო, მე ოჯახს მოკლედ ძალიან ძიმე ისტორია აღმოჩნდა ამქოს, მაგრამ მისი ოჯახი დღემდე ვერ ვიპოვეთ. ვეძებთ რიმა ქვია ამ ქალბატონს. და მის დახმარებით თავისთავად ყველაზე ვერ გავედით. თუმცა 4 წლის მერე, ანუ ჩემი ტესტ გაკეთებიდან 4 წლის მერე გაიგეთა ნიამ. ჩემმა ბიძაშვილმა ნიამ გაიგეთა უბრალოდ ინტერესის გამო, ცხოვრობდა ამერიკაში და მის დაქალის ქმარმა მოუთხა, რომ მოდით ყველამ გავიკეთოთ, გაიგეთა ტესტი და გამარჯობა თამუნა. აი ესე ვიპოვე. ესე გავიგეთ რომ ვიყავი მეგრელი და ესე ვიპოვე ჩემი სანათისაო. ძალიან კარგი. აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ გენეტიკურ ტესტს. აი ვიღაც თუ ეძებს თავის ბიოლოგიურს. აი დედები ამბობენ ხოლმე, ყველაზე მეტად აი ამაზე უბრალდები რომ ამბობენ ხოლმე, რომ აი მე რო გავიკეთო ეს გენეტიკური ტესტი, ჩემს შულს ვიპოვი. შენ რომ გაიგეთო ეს გენეტიკური ტესტი, შენი მონაცემი შევა მსოფლიო ბაზაში და 500 წელი იქნება იმ მსოფლიო ბაზაში. შეიძლება შენ შულს არ აქვს დღეს გაკეთებული, მაგრამ აი 30 წლის მერე გაიკეთოს და 30 წლის მერე გიპოვოს. ნუ ხა ჩემს შულს თუ გაკეთებული არ აქვს, რა აზრი აქვს მე რო გავიკეთო? ის აზრი აქვს რომ შენ შვილს გზას უხსნი, რომ ოდესღაც რომ გაიკეთებ შენი შვილი, შენგან გექნება რაღაც გაკეთებული, რომ მან უფრო მარტივად მოგაგნოს. და საერთაშორისო ბაზაა კი. საერთაშორისო აღიარებაზეც ვისაუბროთ. საერთაშორისო აღიარებაზეც ვისაუბროთ. ვამაყობდით ამ ფაქტით, უფრო მეტი მოგვიყევი ამის შესახებ, ჩვენს აუდიტორიასაც შეიძლება ნანახი აქვთ, მაგრამ კიდევ ესიამოვნებათ ამის მოსმენა და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გაიგებენ ის გადაღებები, ეს პროექტი და ასე შემდეგ, ყველა ეს თემა, რო გითხრა, საერთაშორისო აღიარება. ესე დავარქმევდი ამ ყველაფერს და ესეც არის. ეს ყველაფერი დაიწყო ერთი ქართველი გოგოთი და ძალიან მინდა ამ გოგოს აღრიზე გვეხსენება. ეს გოგო გახლავთ ხატია შამანაური, რომელიც არის ჟურნალისტი და რომელმაც ჩემთან ინტერვიუ დაბეჭდა Daily Telegraph-ში. აი აქედან დაიწყო, იმიტომ რომ ინგლისში ნახეს ეს სტატია, მეორე სტატია დაიბეჭდა, იმ ხელა ინტერესი იყო და ხატიას ინტერვიუს მერე მიკავშირდება BBC. ანუ ეს იყო მართლა წარმოუდგენელი ამბავი, აი არ მჯეროდა. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ვმუშაობდი BBC-სთან ერთად. მუშაობა იყო ესეთი, მე საინტერესო ისტორიებს თარგმნიდი ინგლისურად, მათ ვუგზავნიდი ამ ისტორიებს და ვუგზავნიდი ისტორიების ავტორებს. რა თქმა უნდა, ამ ავტორებთან შეთანხმებით, ვისაც სურდა რომ მიიღო მონაწილეობა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში. ჯერ მათ უთანხმობდი რომ გავუგზავნო, მე ვთარგმნიდი, ვუგზავნიდი. ისინი კითხულობდნენ და არჩევდნენ მათთვის საინტერესო ისტორიებს. ნუ თავისთავად ის სამი ისტორია, რომელიც მათ არჩიეს, იყო ბომბა, ასე ვთქვათ, მათთვის. და 6 თვის მერე ისინი ჩამოვიდნენ და 3 თვის განმავლობაში აქ მიმდინარეობდა გადაღებები. BBC წავიდა და აგვისტოში ჩამოდიან და მეუბნებიან, რომ თამუნა შენ დაგასახელეს, წარდგენილი ხარ სოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდი ეს რა იყო, აი ვერ გავიგე. და მითხრეს რომ ოქტომბრის ბოლოს, მე მგონი ხო, ოქტომბრის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული, მაგრამ იცოდე რომ შენ წარდგენილი ხარ. ნუ ეს რა თქმა უნდა არ მithქვამს არსად, იმიტომ რომ მეთქვა რომ წარდგენილი ვარ თქო და რომ მე რომ არ მიმიღო ეს ჯილდო, მე მეტყოდნენ რომ იტყვება ყველაფერს, იმიტომ რომ ზოგადად ეს Warner Brothers-ს რო ვთქვი HBO-ს არ ჯეროდა ხალხს, რატომ არ ვიცი. და რო დაიდო ეს ასეული და რო შევდივარ და რო ხედავ რომ ვარ მე და მიშელ ობამა მაგრამ მე რომ მეკითხებოდნენ ჟურნალისტები რომ რას ნიშნავს ეს არ ვიცოდი, ანუ არ ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონდა, იმიტომ რომ არ ვიცოდი ეს რაც ნიშნავდა, იმიტომ რომ საქართველოში არ მაღიარებენ ინფლუენსერად და ეხა წარმოვიდგინე სოფლიო მაღიარებს ინფლუენსერს, ასე უმშვენიერი კიდევ ჭკუიდან გადავედი. ნუ ამას მოყვა რა თქმა უნდა BBC-ს არაერთი სიუჟეტი, ABC-ს სიუჟეტი და აბსოლუტურად India Today-შიც კი იყო, ჩემი ან აბსოლუტურად ყველა ქვეყნის ყველა საიტზე, ჟურნალში, გადაცემაში, პოდკასტში მივიღე მონაწილეობა. და პირველი ქართველი იყავი ასე? კი, პირველი ქართველი ვიყავი, ვინც იყო წარდგენილი და ვინც მოიგო. ამის მერე ხდება ესეთი რაღაც, რომ მიკავშირდება Warner Brothers-ი. ემოციები. არა, ნუ ეს იყო
ეს იყო მართლა, იცი, იმდენად მიეწყო ეს ყველაფერი ერთმანეთს, რომ უკვე ვეღარც გამოვხატავდი ამ ემოციებს რა და მე რო ვთქვი რომ აი Warner Brothers-ი დამეკავშირდა ჩემზე იღებს დოკუმენტური ფილმს, ძალიან ისე ამიქნიეს რა, რომ აი ამ გოგოს გაურეკია. მე დავდი ხელშეკრულების რაღაცა ნაწილი რა, მაინც არ იყვნენ ასე ვთქვათ დარწმუნებულები და პირველი სერია რომ გამოვიდა Warner Brothers-ის ფილმის მე ვიყავი მაშინ ვერ ჩავედი იმიტომ რომ აქ მოსაძები მყავდა ერთი გოგოს და ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი კეისი იყო და ვერ ჩავედი მაშინ პრემიერას თორე ეს ამბავი ბევრად უფრო ადრე ატყდებოდა მე გქონდა რომ რავი იცოდი იმიტომ რომ მე დავდი ამის შესახებ ინფორმაცია რომ აი ჩემზე Warner Brothers-მა გადაიღო ფილმი და აი ეს ფილმის პრემიერა ესეც ფილმი და მაშინ არავინ არ მომაქცია ყურადღება და ნუ მეთქი ოკეი რა ვიცი და უკვე ამათ რომ ვუთხარი რომ მამა ვიპოვეთქო და ეგრევე რომ გადმოფრინდნენ ზუგდიდში და გადაიღეს და მერე წაგვიყვანეს მე და სანდრო ავსტრიაში დედის სანახავად. მერე უკვე მეორე სერია გავიდა და მერე უკვე გადაწყდა რომ ეს ორი სერია გაერთიანებინათ, გაეკეთებინათ ფილმი სახელად მოპარული ბავშვები, რომლებიც გავიდა HBO-ზე. აი ეგ იყო აღირავება. ცხოვრების აღირავება. ფიზიკური კი არა, ცხოვრებისეული აღირავება, იმიტომ რომ ისინი ჩამოვიდნენ, მე და ტყუპებს გვაჩვენეს დოკუმენტური ფილმი და აი ეს დოკუმენტური ფილმი რო იწყება ისე როგორც იწყება სამეფო კარის თამაშები ეს HBO შტერენ აი ესე და თამუნაო რო დაეწერა მართლა თუ არ მოუკვდებოდი არ მეკონა. აი არ ვიცი ეს იყო წარმოუდგენელი ემოცია. მერე წაგვიყვანეს პოლონეთში და პოლონეთში იყო იმ ხელოსია ინტერვიუების რომ ფიზიკურად გამოცვლას ვერ ვასწრებდი და გქონდა დასაცმელი რომ ინტერვიუ მიგვეცათ, მაგრამ მაინც ჯერ კიდე ბოლომდე ვერ ვიყავი რა ისე გარკვეული რა ხდებოდა ჩემ თავს. და ფილმის პრემიერაზე თან გვითხრეს რომ არანაირი წითელი ხალიჩი არ იქნება, რაღაც ისტიკაბები არ ჩაიცვათ, ჩამოდით ისე ну იქ მივედი და ერთი რაღაც წამწამებს მოვარცხნის მეორე წარბებს მესამე მაცნას მეოთხე მეუთვევს მე ანუ ძალიან ისე დამხვდნენ რა იმ ვარსკვლავებს რო ხვდებიან და მეთქი რა ხდება რა ჭირთა რა გვჭირდა გოგოებო რა ხდება ჩვენთვის თამუნა წამოდი ვიღებ ფოტოები უნდა გადავიღოთ და ფოტოებს თურმე ვიღებ ბანერს HBO-ს და Warner Brothers-ის აი მანდ მივხვდი სადაც მოვხვდი მანდ გავაანალიზე მე და ჩემმა გოგოებმა, ჩემი ჯგუფის გოგოებმა და ძალიან გთხოვით ყველმაც ახერებს და გოგოებს ია ყველაშვილი, ნინო მინდუშა მინდიაშვილი, ნინა მინდიაშვილი, ანი გძელიშვილი, მარიამ ნოზაც. აი ამ მაშინ მივხვდი ჩვენ რა გავაკეთეთ. და იამაყეთ როგორც საკუთარი თავი. აი მანდ მივხვდი რომ ძალიან დიდი საქმე მაქვს გაკეთებული. და სახალხო, ანუ ქვეყნის მასშტაბით პირველი ადამიანი რომელიც მოხვდა ჯერ ინფლუენსერში მერე უკვე ამხელა აღიარება გადაღება ფილმი და თუ იყო ადამიანები იმ მომენტში ეგრეთ წოდებული ჰეითერები რომლებსაც ნახულობდი რაღაცა ისეთ ცუდ კომენტარებს წერდნენ ან ამბობდნენ რაც რამაც გული დაგწყვიტა იმიტომ რომ ძალიან დიდი საქმე აკეთებ დღემდე არა მხოლოდ როგორც პერსონა თამუნა მუსერიძე არამედ ზოგადად ქვეყნის სახელით ძალიან დიდი საქმე გააკეთა. დავიწყოთ იქიდან რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა საიტებს სოციალურ ქსელში არსებულ საიტებს ზოგადად ქართულ მედიას პრესას რომელიც ძალიან გვერდში დამიდგა. ჩემ შესახებ ჩართვა გააკეთა აჭარის ტელევიზია და მან დამთავრდა ყველაფერი. გული დაგწდა. რა თქმა უნდა. არც ერთ არხს. ველოდი და რა თქმა უნდა მოველოდებოდი კი. არც ერთ არხს არ გაუშუქებია ის რომ მე ვიყავი მთავარ როლში HBO-ს და Warner Brothers-ის ფილმში. არც ერთ არხს არ გაუშუქებია. რა ვიცი აი სუმეუბნებია ხოლმე რომ გოგო აი სოფლიო პრესაში ხარ და რა მოხდა მერე იცი რა არის არა აქვს მნიშვნელობა სოფლიო მასშტაბით ვინ გაღიარებს თუ შენი ქვეყანა არ გაღიარებს რა თუ შენი ქვეყნის სიყვარული არ გაქვს არა აქვს მნიშვნელობა ნუ მე ესე ვფიქრობ რა არა აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში უყარ ხარ
პოლონეთში რომ გავდიოდით აი სუმაგაწყობით ხომ მე დატყობები რომ პიცი საჭმელად ვიყავით გასული და იქ ხალხი მოდიოდა უცხო ხალხი მოდიოდა და ფოტოებს იღებდა ჩვენთან რომ წარმოუდგენ ვიღაც ჟურნალისტები რომლებიც არიან Warner Brothers-ის დილის გადაცემის წამყვანები ანუ ხვდებით საერთოდ რა ლეველზე არის ისინი მეუბნებოდნენ რომ ჩემთვის პატივია შენთან ერთად ფოტოს გადაღებაო და ტიროდნენ ანუ მეთქი ხალხო რას მეუბნებითო და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც შენი ქვეყნის შენი კოლეგების მხრიდან რომ ვერ გძნობ მსგავს დამოკიდებულებას ეს საწყენია რა. ძალიან. ჩემთვის ჩემი ქვეყანაა ჯერ პირველ რიგში და მერე სხვა ქვეყანა. იმ ყველაფრის გარდა რაც ჯილდოები მქონდა, წელს მე ვიქნები პირველი ქართველი, რომელიც მაისის ბოლოს მიიღებს უმნიშვნელოვანეს ჯილდოს. უკვე დამეკავშირდნენ და მივყავარ მაისის ბოლოს ერთ-ერთ ქვეყანაში რომ გადმომცენ ის ჯილდო რომელიც არც ერთ ქართველს არ აუღია ჯერ. აი პირველად უყურებთ. ვერ ვიტყვი ხეს რა ჯილდოა. მაგრამ ეს არის აი არ ვიცი. ნუ ვიცი რომ არც ამას არ გააშუქებენ რა. მაგრამ შენ ხო არა მოჭრი. არა, რა თქმა უნდა. დიდი სიამაყი და მე გპირდები. რომ ჩამოვა. კი. მე გპირდები აუცილებლად ამ მომენტს ამოვჭრი და ჩემს პოდკასტის გვერდზე გადავდებ აუცილებლად და შემდგომი სტუმრობაც გვექნება აუცილებლად დარწმუნებული ვარ და შენი დიდი მიღწევების და წარმატებების შემდეგ ჩვენთან გაგვიზიარებ ჩვენ მზადვარ და ყოველთვის ღია ჩვენი კარი შენთვის და ყოველთვის გელოდებით მთელი გულით. მადლობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ უფრო მეტად რომ მე ამაყი ვარ. მადლობა. რომ ადამიანი რომელიც ბევრს აკეთებს. ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ, ბევრს მოტივაცია მისცა, ბევრს კიდევ უფრო მეტი ბრძოლის შესაძლებლობა შინი მისცა და ესეთი საუკეთესო ადამიანი ხარ და აი კიდე არ მჯერა რომ დღეს ჩემთან ხარ გადაცემაში. თამუნა თუ ყოფილა მომენტი როცა გიფიქრიათ ყველაფრის არასდროს მე ჩემს ცხოვრებაში არ ვიფიქრია რომ დამნებდებოდი. თავარი მოტივაცია რა არის აი ზუსტად ამ ყველაფრის? თავარი მოტივატორები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ მე არაფერი არ გამომივიდოდა, რომ მე ვერ მივახცევდი ვერაფერს, რომ მე ვერ ვიპოვიდი მშობლებს. აი მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებდა იმ ადამიანებისთვის სიმართლის დასამტკიცებლად. მინდა რომ აი ყველა ადამიანს მიმართო რა რომ თუ შენ ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები რომლებიც გეუბნებიან რომ ეს არ გამოგივა შენ იცოდე რომ ეს აუცილებლად გამოგივა იმ შემთხვევაში თუ შენ მოინდომებ რომ ეს გამოგივიდეს მე რომ მოინდომებ დღეს რომ თვარეზე გავფრინდე მე აუცილებლად გავფრინდები იმიტომ რომ მოვინდომებ ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ნებისმიერი რამის გაკეთებას რასაც ის ადამიანი მოინდომებს და ზუსტად ის ადამიანები რომლებიც მეუბნებოდნენ რომ შენ ვერასდროს ვერ იპოვი შენ მშობლს და შენ არაფერი არ გამოგივა ის ადამიანები დღეს ხედან მე მუსე რა ჯიგარი აუ რა მაგარია როგორ მიაღწი იმიტომ მივახციე რომ იმათთვის მეჩვენებინა რომ მე მივახცევდი ძალიან მაგარია თამუნა და მე ხშირად ვუყურებ თქვენს სოციალურ ქსელებს და განსაკუთრებით პოზიტიური ვიდეოები შვილებთ. როგორი დედაა თამუნა? შენი გადმოსახედით, შენი შეხედულებით. ჯერ ვიტყვი მას რომ მე ვუყურებ თქვენ პოდკასტს და თამუნიას პოდკასტს რომ ვუყურებ, მე ზოგადად TikTok-ზე ძალიან არააქტიური ადამიანი ვარ, შევდივარ მარტო რაღაც ვიდეოს ავდებ და გამოვდივარ და ერთადერთი რასაც ვუყურებ არის თამუნიას ტოლმა. ჩვენ უკვე გადაცემის დაწყებამდე დავიპატიჟო თამუნიას და ტოლმაზე. მართლა ძალიან მიყვარს. და რომ ვუყურებ გონია რომ ისეთი გემრიელია რომ აი კი და ეხლა თამუნია მთელი გულით მოგიკითხავ თვით თამუნა მუსერიძეს სურს შენი ტოლმის გასინჯვა და მე პირობა მივეცი რომ აუცილებლად გესტუმრებით იმის მიუხედავად რომ გაქვს ჯავშნების რა ვიცი აი აღარ გაქვს თავისუფალი ადგილი მე დარწმუნებული ვარ რომ როგორც ერთი დღე გამონახოს წვანე ბარათის ფლობელი და მით უმეტეს ესეთი სტუმარი უნდა მოვიყვანო შენთან გამონახავ დროს და ჩვენ ერთად მივირთვათ აუცილებლად შებ თამუნია მექერიშვილის ტოლმას
ვერი გულით ველოდებით ბავშვებსაც, რადგან ბავშვებზე იყო საუბარი, ბავშვებსაც წავიყვან. რაც შეეხება ბავშვებს. მე ვფიქრობ, რომ მე ისეთი დედა ვერ ვარ, როგორი დედაც იყო დედაჩემი. იმიტომ რომ დედაჩემა აბსოლუტურად ყველაფერი გადადო გვერდით, რომ ჩემ განათლებაში ჩაიდო ყველაფერი. ოღონდ აქ არ იგულისხმება ის, რომ აი რაღაცა სადღაც შემიყვანა და აბა ის დედაჩემს მივყავდი სკოლაში, მივყავდი ინგლისურზე, მივყავდი რუსულზე, მივყავდი ინგლისურზე, მივყავდი ხელოვნებაზე, მივყავდი ყველგან თვითონ მატარებდა და გარეთ მელოდებოდა. და ყოველთვის ამოწმებდა რომ მე კარგად მესწავლა, აი ძალიან ბევრი რამ ჩადო იმაში რომ მე კარგად მესწავლა და ძალიან ბევრი რამ ჩადო იმაში რომ მე ყოფილიყავი რაღაც მერიდება შემთხვევაში ლაპარაკი რა. ანუ ზრდილობიანი ადამიანი რომ ყოფილიყავი და მომცხვენია ჩემთვის ოპერაკი. ანუ მე მიუხედავად იმისა რომ რაღაცა მიუყვები დედაჩემის გზას და ყველგან დამყავს ბავშვები, ყველგან შევიყვანე და დილის 8-9 ნახევრიდან საღამოს 6 საათამდე აი ეს გადებული ვარო ყველაფერი მოვასწრო პოდკასტის ბავშვის მიყვანას, ჩაცმაც, გამოყვანას, ყვებას, ინკლუზიურ საყვანას, ეკვაცაყვანა. მაინც ვფიქრობ რომ ვერ ვარ ისეთი როგორც დედაჩემი იყო რა. მაგრამ ცუდი და არ ვარ ალბათ რა ვიცი. მათ უნდა კითხოთ. ხო, სანდროსთან ერთად და დიდი სიამოვნებით უმასპინძლებდი კიდე შემდეგ აუცილებლად. დარწმუნებული ვარ დამეხმარები რა თქმა უნდა. როგორ მოგწონს ჩვენთან აი შევაჯამოთ ზოგადად თამუნა მუსერიძე ცნობილია როგორც გულწრფელი ადამიანი და თავის რესპონდენტებთან ისე საუბრობს როგორც გამიგია რომ რესპონდენტი ძალიან შვიდად თავისუფლად საუბრობს და დღეს თქვენი ყავით ჩემი რესპონდენტი უსმენ მე ვფიქრობ რომ თავარი ინტერვიუს დროს არის ის რომ შენ უნდა გაინტერესებდეს ის ადამიანი და უნდა გაინტერესებდეს მისი პასუხები. ამიტომაც მე ყოველთვის მომყავს ისეთი ადამიანი, რომელიც მაინტერესებს და მაინტერესებს მისი პასუხები, იმიტომ რომ შენ თუ რესპონდენტს არ უსმენ და თუ ვცდილობ რომ შენი აზრი ჩააკვეხო. მე ისეთი რესპონდენტი მყავდა ახლა წინა კვირას, რომ ძალიან ბევრი კითხვის დასვა მინდოდა, მაგრამ არ დავსვი, იმიტომ რომ მინდოდა რომ მას ბოლომდე ესაუბრა. ამიტომაც ჩემი აზრით შენ ძალიან კაი ბიჭი ხარ, იმიტომ რომ ისმენ და გზნობ რომ გაინტერესებს რა კითხვასაც ვამ და პასუხი გაინტერესებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი რა. კიდე ამის თქმა მინდოდა რომ როგორც რესპონდენტიც აუთ, აი არც ერთი აქედან კითხვა აღარ დამისვამს, იმიტომ რომ იმდენად სასიამოვნოა თქვენთან საუბარი. თქვენ პასუხს კიდევ კითხვა მოყვებოდა, ოღონდ რა თქმა უნდა გულწრფელად ეს ყველაფერი და სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ. გითხარით და წარმატებებს ვუსურვებ ჩემი პოდკასტიდან თქვენ პოდკასტს. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს ვუსურვებ, გულწრფელ აუდიტორიას ვუსურვებ. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა. სამომავლო გეგმები არის ესეთი, უკვე ხვალ, ანუ ეს პოდკასტი რო გავახვალ, მივფრინავ ათენში, მაქვს იმ დედებთან შეხვედრა, რომლებიც ეძებენ შვილებს ათენში და მათთან მაქვს გასაუბრება, ეს პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაში ჩავდივართ და მათთან გასაუბრება, ზოგი გენეტიკურ ტესტს იკეთებს, ზოგი შულსაძებს, ზოგი. აი ახლა მივდივართ მე და სანდრო ათენში, მე უკვე 2 თვეში მივდივარ იქ. ამას ვიტყვი როგორც კი ჩამიგდებენ ბილეთებს სასტუმროს და ფრენის ბილეთებს, აი მე ვიტყვი სადმე მივდივარ, მანამდე მაინც არ მიდალაპარაკი, იმიტომ რომ რამე რომ მოხდეს, მე ვიცი რაც მოხდება, რომ აი ხო და ჯერჯერობით აი ეს ორი გეგმა მაქვს და ვაგრძელებ რა თქმა უნდა დედების და შვილების მოძიებას. თამუნა მე შენთვის საჩუქარი მაქვს ქართული ბრენდის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. და სხვათა შორის ამ ქართული ბრენდის განვითარებაში შენი წვლილი არის. გვახსოვს რა თქმა უნდა სამეფო აჯიკა რომელიც ჩვენი მეგობარია. ეს რა არის? ეს არის ახალი პროდუქტი რომელიც შენ არ გაგისინჯავს ნიგზეული. ანუ ეს რას ნიშნავს? რომელიც მხოლოდ თბილი წყლის დამატებას ჭირდება. ბაჟე, რასამ? აუ დღესვე. ანუ ამას უბრალოდ ცხელწყალს ვამატებ და მორჩა? სად არის? ხო წერია რამდენი უნდა რა. კი და დედა რა ვქნა? აუ მადლობა სამეფო აჯიკას. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. თან იცით რა არის? მე გასინჯული მაქვს სამეფო აჯიკის აჯიკები. და მე ერთხელ დავამიძევრე და ამით დამთავრდა. მე დარწმუნებული ვარ რომ კიდევ გაგრძელდება.
ძალიან ესე დამაბარეს რომ მარაგი რომ მოიწურება ხო, ტრადიციული. მოგწეროთ და ჩვენ მოვამოწმოთ. იცი რა ტრადიციული აჯიკა და კიდე ერთი ძალიან სვანური მარ. ხო და აი აქ აკლია კიდე ერთი ძალიან ცხარი აჯიკა. ანუ ეს არის ტრადიციული აჯიკა, რომელიც არ არის ძალიან ცხარი და კიდე ერთი იყო რომელიც იყო ძალიან ცხარი აჯიკა და ის იყო მართლა საოცარი. ხა ვისაც ცხარი არ უყვარს მან არ მე. ხო და ველოდები იმას. ეს იყო მერვე ეპიზოდი და დღეს განსაკუთრებული სტუმარი გვყავდა თვით თამუნა მუსერიძე და მადლობა თამუნას. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ერთი წლის თავზე დარწმუნებული ვარ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და გავუზიარებთ აუცილებლად. თქვენს მიღწევებს და სიახლეებს. ტრადიციულად ვიმყოფებით პოდკასტ სარიაში, სივრცე, სადაც შენს პოდკასტის და გადაცემის იდეას ნამდვილ რეალობად აქცევენ პროფესიონალთა გუნდი და მადლობა პოდკასტ სარიას. მსოფლიო განათლების აკადემია ვეა, სადაც შეგიძლიათ შეისწავლოთ სასტუმრო მომსახურება და სარესტორნო მიმართულება სრულიად უფასოდ. ეწვიეთ ვეას ვებგვერდს. დაელოდეთ პარასკევს 21 საათზე ხინჩოსთან.